ცხადი უმნიშვნელოვანესი თემა ახლა მსოფლიო თავარი თემა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რაც არის ის თემა არის უკრაინის თემა. რასაკვირველი ასეა და რაღა დაგიმალოთ და სხვა ამბებისკენ არც მიმირბის, არც თვალი, არც ყური, არც ყურადღებას ვეღარც ვამახვილებ მერქი ამის თქმა მინდა. ყოველი 10 ახალი ამბიდან 9-8 მაინც ეხება სწორედაც რომ უკრაინას, მაგრამ ამავდროულად ჩვენში მიმდინარე პროცესებიც არ უნდა დაგვავიწყდეს იცით თქვენ რომ უახლოეს დღეებში, კერძოდ 28-ში 1 წელი გასრულდება მას შემდეგ რაც ქართული რუსული ოცნების და უკვე პრინციპში ესეც უნდა ვთქვათ რუსული ოცნების კიდევ ერთი მზაკვრობა გამოააშკარავდა. კერძოდ მან რუსულმა ოცნებამ და მისმა დე იურედ წოდებულმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ თქვა რომ ჩვენო ვასრულებთო, შევაჩერეთო, თუმცა სიტყვა სიტყვით გავიმეორებთ, შევაჩერეთ ევროპასთან ინტეგრაცია ვიდრე 2028 წლამდე 2028 წელს მზად ვიქნებით იმისთვის რომ გავწევრიანდეთ ყველა პირობას შევასრულებთო ეს რეალურად რასაკვირველია იყო და არის არა შეჩერება, არამედ დასრულება ევროკავშირთან ურთიერთობისა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზის დასრულება, მოსპობა, ამოძირკვა, ჩაჩეხვა, კვლელობა, რაც გნევავთ ის დავარქვათ. უკვე შემდგომ პერიოდში, ანუ ამ 1 წლის განმავლობაში ქართულმა რუსულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ჩვენ სწორედ ასე შეგვეფასებინა, ჩვენ მათ შორის იმ მოქალაქეებსაც ასე შეეფასებინათ, რომლებიც მაშინ 1 წლის წინ ამბობდნენ, რომ ეს მხოლოდ შეჩერებაა საბოლოო ჯამში რა პრობლემა არის. წესითა და რიგით თუ ვინმე არ გამოკოცებულა საბოლოოდ და სამუდამოდ ეს ყველაფერი დაინახა, თუმცა გამოკოცებულებმაც დაინახეს, თუმცა აქვე ვიტყვი რომ მეორე მხრივ ისინი მაინც უმრავლესობა მათგანი მაინც დუმს, იმიტომ რომ მოწყობილია, დუმს, იმიტომ რომ კომფორტშია, დუმს, იმიტომ რომ ქართული ოცნება მათთვის ყველაზე ხელსაყრელი მთავრობა, მათი პატარ-პატარა ან შედარებით დიდი კომბინაციებისათვის სხვა შემთხვევაში კონკურენტულ გარემოში ბევრი მათგანი რასაკვირველია ვერ გადარჩებოდა არა იმდენად ფიზიკურად, რამდენადაც კონკურენციას ვერ გაუძლებდა და იმ კმაყოფებს ვერ მიიღებდა, იმ პირობებს ვერ მიიღებდა, რომლებსაც ახლა სთავაზობს ქართული ოცნება თავისუფალი ბაზრის, თავისუფალი კონკურენციის, თავისუფალი სივრცის არსებობის შემთხვევაში. 1 წლის განმავლობაშიც, მაგრამ მანამდეც რასაკვირველია უღალატა ქართულმა კი არა რუსულმა ოცნებამ ამ ქვეყანას და გაივლის წლები და თუ საქართველო გადარჩება რასაკვირველია თითოეული მათგანი მსხვილფეხა თუ წვრილფეხა ფეხოსანი ჩლიქოსანი მეთქი გინახამ წამოვწდა რასაკვირველია ჩაიწერება საქართველოს სამომავლო ისტორიაში, მომავალში რომ დაიწერება იმ ისტორიაში, უფრო ზუსტი რომ ვიყო სერგო ორჯონიკიძეთა და მიხა ცხაკაიათა და სხვათა გვერდით ეს შესანიშნავად იცის წესით უკლებლივ ყველამ ქართული ოცნებიდან, ამიტომაც ისინი გააფთრებით იბრძვიან, და უკან დახევის გარეშე იბრძვიან იმისთვის რომ საქართველო გადაარჩინონ კი არა საკუთარი თავი გადაარჩინონ ისეთან რომ ყველა მოსპონ, აბსოლუტურად ყველა, აი ის პირებიც კი მოსპონ გაანადგურონ, რომლებიც სამომავლოდ მომავალში დაწერენ საქართველოს ისტორიას, დამწერიც კი აღარ უნდა იყოს საქართველოს ისტორიისა და მათმა კარის ისტორიკოსებმა უნდა შექმნან ფსევდო ისტორია, როგორითაც პრინციპში სავსეა ჩვენი ქვეყნის მატიანე ისტორია, ჯერ კიდევ რომელი საუკუნიდან მეთქი, თუმცა ამაზე ახლა არ ვამახვილებ. ყოველგვარად ერთ-ერთი სერიოზული ღალატი, რაც ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ, ეს არის კეთროვანი იყოს თითქოს ქართული ემიგრაცია, ესე პირდაპირ მნიშვნელობით მოკვეთა, ან აპირებს უფრო ზუსტი რომ ვიყო, მოკვეთოს ქართული ემიგრაცია საქართველოდან, კი, მათი ფული სჭირდებათ, მინიმუმ $500 თუ €, რომელსაც უგზავნის ბევრი ემიგრანტი საკუთარ ოჯახის წევრებს, ეს არის დაახლოებით საქართველოს ეკონომიკის 15-17, შეიძლება 20, შეიძლება 25%-იც კი 20% მოდი. ასე ვთქვათ, 20% არ არის პატარა თანხა, მაგრამ ეს ფული და აქედან გამომდინარე ეს ფული სჭირდებათ
ქართული ოცნების ლიდერებს, მაგრამ ამაზეც კი უარს იტყვიან, მან ისე რომ მოხდეს, რომ SWIFT-ი გაუთიშოთ საქართველოს, რაც გამორიცხული სხვადასხვა სულაც არ არის, ამაზეც კი იტყვიან უარს და ამასაც ყველაფერს დააბრალებენ ევროპას, რომელიც მათთვის საზულველია და რომელიც უარესად წარმოაჩინეს, ვიდრე მოსკოვი არის კი არა, იყო ოდესღაც და ამბობენ იმას, რომ ბრიუსელი უფრო საზიზღარია, ვიდრე ოდინდელი მოსკოვიო, რაც რასაკვირველია რუსეთში შექმნილი დაწერილი მესიჯია და მიწოდებულია ამ პაპუაშვილებისათვის, ანუ ბანდიტებისათვის, ესენი ბანდიტებიც არიან, ყველაფერთან ერთად, გარდა იმისა, რომ არიან ქართულგვარიანი რუსი ბანდიტები არიან, მოდი ვთქვათ ასე. მოკვეთავენ თუ არა ქართულ ემიგრაციას, ეს ჯერაც გასარკვევია, ეს ჯერაც არ ვიცით, იმიტომ რომ ქართულმა ემიგრაციამ ყოველ შემთხვევაში ნაწილმა ამოიღო ხმა, მე არ მინდა თქვა რომ როგორც იქნა მეთქი, ეს ნაწილი ხშირ შემთხვევაში აქტიური იყო ყოველთვის გასულ წლებში, გასულ თვეებში, გასულ პერიოდში, მაგრამ მე როგორც ვატყობ, ისინი ასე იოლად არ შეეგუებიან საქართველოდან მათ საბოლოო განკვეთას, მოდი ასე ვიტყვი, საქართველოდან მათ სრულ ჩაჩეხვას, მოდი ვიტყვი ასე და 28 ნოემბერს ხსენებულ დღეს, როცა 1 წელი გასრულდება ქართული ოცნების მორიგი და ყველაზე მნიშვნელოვანი ხალატიდან, რომელსაც მე ეგრამაგის პასუხია და სახელმწიფო გადატრიალებას უწოდებ, რომ სახელმწიფო გადატრიალება იყო და უღალატეს რა მათ კურსს საქართველოს საგარეო კურსს და დაარღვიეს რა კონსტიტუციის 78 მუხლი და ახიეს და ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს თავზე. აი ეს ემიგრანტების ნაწილი, მოდი მაინც ასე უნდა ვთქვა, ხმის ამოღებას აპირებს და 28-ში სხვადასხვა ქალაქებში გამართავენ ისინი დემონსტრაციებს და შეაწუხებენ იქაურ საელჩოებს, როგორც მე ხვდები. და როგორც მე ხვდები კი არა, ასეც არის გერმანიაში მაცხოვრებლები, იტალიაში მაცხოვრებლები, საბერძნეთში მაცხოვრებლები, პოლონეთში მაცხოვრებლები და ასე შემდეგ, მე არანაირი უფლება არ მაქვს, რომ რაღაც განსაკუთრებული რჩევებით მივმართო ახლა ემიგრაციის წარმომადგენლებს, მაგრამ მე მაინც თავს უფლებას მივცემ, რომ თქვა ორიოდე სიტყვა, პრინციპში გავიმეორო ის, რაც თქვი რამდენიმე ხნის წინ, აცხელი რო იყო ქართული რუსული ოცნების გადაწყვეტილება ემიგრანტებისათვის ხმის შეჩერების კი თუ ჩამორთმების თაობაზე, მე ვთქვი ამგვარი რამ და გავბედავ და ახლაც ვიტყვი ამგვარ რამეს, რომ შეუვარდით, ბოდიში შეიძლება ცუდის არის, მოკლედ შედით როგორღაც ელჩებთან და მათ ჩართული ტელეფონები გქონდეთ, მათ მოსთხოვეთ პასუხი მათივე ნაჩალნიკების ამ გადაწყვეტილებაზე, გადაიღეთ ეს ვიდეოები, ატვირთეთ ეს ვიდეოები, შექმენით ეს დაძაბულობის სურათ-ხატი, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ბევრგან, ერთგან კი არა, მხოლოდ რომში, ასე მაგალითად, ან მხოლოდ ბერლინში, ან მხოლოდ ვარშავაში, არამედ პრაქტიკულად ყველგან მეთქი, სადაც საქართველოს დიპლომატიური მისია აქვს, უფრო ზუსტი რომ ვიყო და მისიები მუშაობენ და აბსოლუტურად დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ ელჩთა ნაწილი, მათ შორის პიროვნული თვისებებისა და გამო, მაღალი ალბათობით უკან დაიხევს რა, უფრო ესეთი გამგები იქნება, ან თუ ვინც არ იქნება გამგები და დაიცავს მაკაბოჭორიშვილს კი არა, დაიცავს ამ ბანდიტურ სახელმწიფოს შექმნილს ბიზინა ივანიშვილის მიერ, ისინი გაშავდებიან და კიდევ ერთხელ დავწმუნდებით ჩვენც თბილისში თუ საქართველოში მაცხოვრებლები, რომ ჩვენ საკმაოდ უღირსი, მოდი აი ხიად ვიტყვი, საკმაოდ უღირსი დიპლომატები შეგვჭა უცხოეთში, რომლებიც დღევანდელ კომფორტს და იმ პერდიემს გრძელვადიანი მივლინების დროს მათთვის გადახდილ თანხას ამჯობინებენ ყველაფერ იმას, რაც მათ ისწავლეს და რასაც ისინი უნდა ემსახურებოდნენ, ანუ საქართველოს გადარჩენას, საქართველოს გაძლიერებას, რაც ბუნებრივია, არის საქართველოს დამკვიდრება ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. ბანდიტმა ირაკლი კობახიძემ, ან ბანდიტმა შალვა პაპუაშვილმა, ან ბანდიტმა რომელიმე მათგანმა, სიმართლე გითხრათ, ცოტა გასაოცარი სიტყვა წარმოთქვა, როდესაც აზრი განავითარა, როდესაც მათ გაამახვილეს ყურადღება ილაპარაკეს თემაზე, რატომ იღებენ ამ გადაწყვეტილებას. ცხადზე ცხადია, რომ ყველა ჩვენგანი ვხვდებით, რომ მათ ძალიან აფრთხობთ ემიგრაციიდან ხმები.
მესმის არგუმენტი თუ კონტრარგუმენტი, რომ სულ რაღაც 35,000-მა ემიგრანტმა მიიღო მონაწილეობა გასულ საპარლამენტო არჩევნებში 24 წელს, 26 ოქტომბერს, მაგრამ ამ კონტრარგუმენტი მაქვს შემდეგი, რომ 35,000-ზე ბევრად მეტი, დაახლოებით 5-ჯერ თუ 7-ჯერ მეტი იყო მისული საარჩევნო უბნებთან, ვაშინგტონსა თუ ბერლინში, ათენსა თუ რომში, პარიზსა თუ რომელიმე ათენში, ასე მაგალითად, ხო თუ ათენი ვთქვი და მეორედ მიმეორებ, მოკლედ ყველგან, სადაც საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. და იქაურმა ადგილობრივმა საარჩევნო კომისიებმა მეტწილად დაკომპლექტებულმა სწორედ ამ საელჩოების თანამშრომლების მიერ ისეთი ხელოვნური ბარიერები შექმნეს, რომლის შედეგადაც ხსენებულ 100-ზე მეტი ათას მოქალაქეს შესაძლებლობა არ მიეცა, რომ მიიღოთ მათ მონაწილეობა, ხმა მიეცათ ამა თუ იმ სასურველი პარტიისათვის, რომ ყოფილიყო ასე. ამ შემთხვევაში იმ პროპორციით ვილაპარაკებ, რა პროპორციითაც 35,000-მა ხმა მიცემულმა, ხმა გაღებულმა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, ემან რო ყოფილიყო, რომ მაგალითად 3-ჯერ მეც, ანუ 105,000 რომ მიიღო მონაწილეობა, ოპოზიციის ყულაბაში წავიდოდა პირდაპირი მნიშვნელობით, არ მინდა შემეშალოს და თუ არ ვცდები 75%-ით მეტი იმ ადგილებზე არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ხმებიდან, რაც საერთო რესპუბლიკური მასშტაბითაც გაგიკვირდებათ და გადასწონი და ოპოზიციის 4, მოდით უბრალოდ ასე ვიტყვი, პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ და კიდევ უფრო რთული იქნებოდა ქართული რუსული ოცნებისათვის გაყალბება არჩევნებისა, რაც მათ მოახერხეს განავერა, მაგრამ გულახდილებით თუ ვიქნებით, თლად გულახდილებით თუ ვიქნებით, უფრო დიდი გაყალბება უნდოდათ, ან უფრო დიდ მაქინაციებს აპირებდნენ და ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ მათ 26 ოქტომბერსვე უნდოდათ, რომ დაესაკუთრებინათ კონსტიტუციური უმრავლესობა, ანუ 113, 114, 115 დეპუტატი გაიყვანათ და 99 თუ გაიყვანეს, ისიც ეს 99 დეპუტატიც გაიყვანეს გაყალბებით. ხო და მე მივუბრუნდები იმ თემას, როგორ გააправა, კი არა, როგორ ახსნა ან ბანდიტმა კობახიძემ, ან ბანდიტმა პაპუაშვილმა, ან რომელიმე მათგანმა, რა მნიშვნელობა აქვს ლეგიონია, მათი სახელი და ამ ლეგიონს ქვია რუსული FSB-ს ლეგიონი, როგორ გააправა ეს ყველაფერი და თქვა ეს ან ერთმა, ან მეორემ, ან ორივემ, ან ხუთივემ, ან 37-მ, ან 99-მ ნებისმიერმა მათმა ექსპერტად წოდებულმა, ან ჟურნალისტად წოდებულმა თქვეს ამგვარი რამ, მოდი კობახიძეს მივაწეროთ ეს ყველაფერი ერთი წამით ან პაპუაშვილს, რომ ინფორმირებულ არჩევანს არ აკეთებს სხვაზღვარ გარეთ უცხოეთში მაცხოვრებელი ქართველიო და აი აქ თუ ჩამოვაო ერთი დღითო, არ ვიცი რამდენად სწორია, ერთი მოკლედ აი საარჩევნო პერიოდში აქ გამოივლის ქუჩაში და ინფორმირებული არჩევანი იქნება უზრუნველყოფილიო. ჯერ ერთი ინფორმირებულ არჩევანს ნებისმიერ შემთხვევაში აკეთებს, იმიტომ რომ ინფორმაციის მიწოდების წყარო არის უმრავლეს შემთხვევაში სოციალური ქსელები, აგრეთვე მეინსტრიმ მედია. მეინსტრიმ მედიაში კი ტელეკომპანია იმედი მეორე ხარისხოვანი მედია სულაც არ არის. მოდი ეს მედიად წოდებულია, რა საკვირველია, მაგრამ მისი განვრცობადობა, მათ შორის ხაზვაგარი და მათ შორის ინტერნეტის საშუალებით და მისი დაფარვა არის საკმაოდ დიდი. აქედან გამომდინარე ემიგრაციის წარმომადგენლებიც რას საკვირველია თვალყურს ადევნებენ ტელეკომპანია იმედის ნიუსებს პროპაგანდისტურებს უმრავლეს შემთხვევაში ესეც უნდა ითქვას. აგრეთვე რას საკვირველია ინფორმირებული არჩევანი არ ნიშნავს მხოლოდ ერთი მედია საშუალებისათვის თვალყურის მიდევნებას. ალტერნატიული წყაროები ბუნებრივია მეინსტრიმ მედიიდან TV ფორმულას და TV პირველის სახით იმ საზოგადოებას, რომელიც ცხოვრობს უცხოეთში, ამერიკაში, ფინეთში, გერმანიაში, პოლონეთში, დანიაში და ნებისმიერი ქვეყნის დასახელება შეიძლება ევროპული კონტინენტიდან პრაქტიკულად, იმიტომ რომ ყველგან ცხოვრობენ ქართველები, აგრეთვე ბრიტანეთში და თუ გნებავთ, გავჩნდეთ ევროპას და ჩინეთში, ეს თუ ჩინეთში არის საარჩევნო უბანი, სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მოკლედ, ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა აქვს ამომრჩეველს ქუჩაში გავლა
სულაც არ არის საჭირო რომ ინფორმირებული არჩევანი გააკეთო, მაგრამ ამ პაპუაშვილმა თუ კობახიძე ბანდიტმა დამატებით ისიც განაცხადეს, რომ ინფორმირებული არჩევანი რომ გააკეთოს ქუჩაში გავლა არის საჭირო, ჯერ ერთი ეს თქვეს. და მეორე, მათ უნდა დაინახონ რა კარგად ცხოვრობს ქართული საზოგადოება, ამას უნდა დააკლირდნენ, ეს უნდა შეიგრძნონოს, ზუსტად ეს სიტყვები შესაძლოა არ უხმარიათ, მაგრამ ეს კონოტაცია ჰქონდა ამ მათ ბოდვას და ეს ამ შინაარსად არებდა და აქედან გამომდინარე მერე უკვე უფრო იოლი იქნება მათთვის არჩევანის გაკეთებაო. რაღაცა ამას არ აკეთებენო, აქედან გამომდინარე მოусპეთ მათ 1.5 მილიონ მოქალაქეზეა ლაპარაკი, მოусპეთ მათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაო, იმიტომ რომ ამასთან ყველაფერთან ისინი უცხოური სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ არიან, რომ წარმოიდგინეთ, გადიხარ ბარსელონაში, ბევრი თქვენგანი ან ზოგი თქვენგანი ბარსელონაშია, გაიარეთ ასე მაგალითად ცენტრალურ გამზირ რამბლაზე და ბარსელონაში რამბლაზე თქვენ დაგედევნათ, არ ვიცი, ესპანეთის თუ კატალონიის სპეცსამსახურების წარმომადგენელი ესპანეთის და გითხრათ, რომ ისი რა არის, თქვენ უნდა გააფიქსიროთ, მე ხა ვღადავ ვღადავდი, მაგრამ დააფიქსიროთ არჩევანი, აი ხვალ თუ ზეგრო არჩევნებია ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ ესპანეთს თუ არ ვიცი კატალონიას ეს დიდად აწყობსო, იგივე რო წარმოიდგინეთ ათენში, რომში, ბერლინში, ვარშავაში, ნებისმიერ ქალაქში, ლისაბონშიც თუ ლონდონში, ლისაბონშიც თუ იქ არის საარჩევნო უბანი და თუ იქ არიან ქართველი ამომრჩევლები, რაც სასაკვირველია ტყუილია, არანაირი გაყალბებული წარმოდგენა ემიგრაციას საქართველოში შექმნილ ვითარებაზე არ აქვს, სხვა თუ არაფერი, იმიტომ არ აქვს, რომ მათ ემიგრაციის წარმომადგენლებს პრაქტიკულად თვეში ერთხელ სულ მინიმუმ უკავშირდებიან მათივე ოჯახის წევრები, რომლებიც თხოვენ, რომ დღეს გადმოგვიგზავნე $600 თუ €600, იმიტომ რომ წინა გადმოგზავნილი €500 აშკარად არ გვეყო და შესაბამისად მათ სრული წარმოდგენა აქვთ იმის თაობაზე, რა შეჭირვებებშია მათივე ახლობელ ნათესავი, ვისაც თანხას აწვდიან და ვინც ყოველ არსებული ინფლაციის გათვალისწინებით პრაქტიკულად ყოველ თვე ემუდარება ოჯახის იმ წევრებს, რომლებიც უცხოეთში არიან, ევროპაში არიან, მეტი და მეტი თანხის გადმორიცხვას. და თუ მაინც და მაინც ინფორმირებული არჩევანია, ინფორმირებული არჩევანი ეს საერთოდ უნდა ვახსენოთ, ეს ტერმინი და თუ მაინც და მაინც ისინი თუ მართლა მათი ნაწილი თუ მართლა ჩამოვა, რას ნახავენ ისინი ქუჩაში, როგორ გონიათ მე ამ სიცოცხლის წინ ამოვედი დაუბრუნდი სახლში და აქ ნაგვის ურნასთან მე ვნახე ადამიანები, რომლებიც ნაგვის ურნაში იქექებიან. მე ვნახე ორ ნაბიჯში ან გვერდზე მაგნიტია, იქ გაზრდილი ფასები პრაქტიკულად კი არა, რეალურად პირველადი მოთხოვნილების საგნებზე, ხო, პირველად პროდუქტებზე. მე ვნახე გაზრდილი ფასები ასე მაგალითად სიგარეტზე, მე ვნახე გაზრდილი ფასები ყველგან რა ყველაფერს აწვავზე ასე მაგალითად და ასე შემდეგ. როგორ გგონიათ, რამდენად სწორი, კი არა, რამდენად ოცნებისთვის სასარგებლო რეალობა დახვდებათ ემიგრანტებს, თუ ისინი ემანდ მოინდომებენ და ყველანი ერთად 1.5 მილიონი კაცის ჩამოსვლა ხო პრაქტიკულად შეუძლებელია, ისინი ჩამოვლენ საქართველოში არჩევნების წორს 1 კვირით ადრე, 5 დღით ადრე, 2 კვირით ადრე თუ იმავე დღეს და ასე შემდეგ და 1 დღით ადრე რომ ჩამოვიდეს ვინმე მართლაც რომ გაგიჟდეს რამ ერთ დღეში როგორ მოახერხებენ ისინი ქართული ოცნებისთვის სასარგებლო საქართველოს ხილვას, დახვას, აღქმას, შეფასებას და ასე შემდეგ, მით უფრო თუ გაისერდებენ რუსთაველზე და რუსთაველზე იქნება ეს შეძახილი, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. დიახ, ამ შემთხვევაშიც კი ამორჩეველი მაცხოვრებელი უცხოეთში დარწმუნდება იმაში, რომ ქართული რუსული ოცნება რეალურად რუსული ოცნება, რომელიც სპეციალურად როგორც კეთროვანებს, როგორც სიმსივნეს პატრონებს, ხო სიმსივნე იანებს, ჰკვეთს ამორჩეველს 1.5 მილიონს, იმიტომ რომ 10 ხმებისა ეშინია დამოუკიდებლად იმისა წინა არჩევნებში რამდენმა მიიღო მონაწილეობა. მე ამ არგუმენტს აქ გითხარით არ ვიზიარებ და რაც მნიშვნელოვანია, მათ არ უნდათ რომ მეტი და მეტი ამორჩეველი ოპონენტი ამორჩეველი ჰყავდეთ, ისინი გარკვეული ალბათობით ჩაატარებენ არჩევნებს მომავალი წლის აპრილ-მაისში, ვთქვათ მაისში და უნდათ რომ მართლაც მოიპოვონ ეს
საკონსტიტუციო უმრავლესობა მართლაც გაიყვანონ 115 დეპუტატი, მე მესმის რომ ლეგიტიმაციის პრობლემა მაშინაც შეექმნებათ, იაგო ხვიჩია თუ გაუправებს ან გიორგი გახარია დამატებით ამ ყველაფერს, მაგრამ იაგო ხვიჩიას და გიორგი გახარიას გაправებული არ გაიშვა მეთქი, ასე მინდა ვთქვა, მათი გაправება რეალურად მათი კონფორმიზმია და არა გადასტურებელია მათი კონფორმიზმისა და არა რეალურად ლეგიტიმაციის შემძენი, ამ ქართული ოცნებისთვის ლეგიტიმაციის შემძენი აქტი. რის თქმა შეიძლება ქართული რუსული ოცნება ამაზეც მიდის და ამ რუსულ შეკვეთასაც ასრულებს, მაგრამ მთავარი სათქმელი ალბათ არის ის, რომ ეს არ არის ბოლო ის ღალატი, რომელსაც ის ჩაიდენს გარკვეული პერიოდის განმავლობაში და გარკვეული პერიოდის შემდეგ. კვირა არ გავა, მოდი ასე ვიტყვი, რეალურად შემეძლო მეთქვა, რომ დღე არ გავა მეთქი, რომ ქართული ოცნება არ ჩადიოდეს ღალატის მორიგაკს. უცნაურესი, მათ შორის ისეთ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს ხოლმე, რომლებიც ესეთი ელემენტარული სოციოლოგიური გათვლებით თუ კვლევებით მისთვის საზიანოა, მაგრამ ის ამბობს, რომ მას ცა ქუდად და დედამიწა კი ქალამნად არ მიაჩნია და რასაც ვერ მოახერხებს, იმასაც მოახერხებს, რაც შეიძლება რომ ვერ მოახერხოს, იმასაც კი მოახერხებს. ყველა სიმაღლეს ღალატისა პირველ ყოვლისა დაიპყრობს და სადაც გაუჭირდება, იმას იმ ყველაფერს ძალით გაიტანს და ამკვიდრებს და ასე შემდეგ. ასეა, მოახერხებს კი? მე გეტყვით, რომ ვერ მოახერხებს და ნათელი დადასტურება იმისა, რომ ვერ მოახერხებს, არის სწორედ 28 ნოემბერი გასული წლისა და გასული წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე ეს უწყვეტი პროტესტი ქართული ხალხისა, ქართული საზოგადოებისა. ეს არის მთისი მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის, რომ როგორღაც ამოშანთოს რუსთაველის გამზირიც აღარ ჰქვია უკვე ამას, როგორღაც ამოშანთოს პროტესტი დედაქალაქისდან და დედაქალაქის ცენტრიდან, მათ შორის ის პროტესტის მონაწილეები, პროტესტანტები არ არის სწორი სიტყვა, პროტესტანტების როგორღაც მოსპოს, რომლებიც თუნდაც მათეული გაგებით, თუნდაც კანონის დაცვით ტროტუარ დადიან. ახლა ახალი სტრატეგია შეიმუშავეს, ისიც რომ არაფერმა არ იმუშავა, ჯარიმებმა არ იმუშავა, ადმინისტრაციულმა პატიმრობებმა არ იმუშავა, რუსთაველზე თავკუთარი პოლიციელების ჩაყენებამ არ იმუშავა. ახლა ახალი სტრატეგია ამუშავეს, ისინი ტროტუარზე უვარდებიან დემონსტრანტებს და ტროტუარიდან აკავებენ, აიყვანენ ხოლმე ცალკეულ მოქალაქეს, რომელიც მათეული წარმოდგენით დამნაშავე არის, ოღონდ დამნაშავე არ არის. რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი? თუ ემიგრაცია ამასობაში გადაძაბავს ადგილებზე, კი არ ჩამოვა, არამედ გადაძაბავს ადგილებზე. თუ 28 ნოემბერი იქნება არა მხოლოდ რაღაცის ბრგვალი თარიღი 365 დღე ვართ ქუჩაში და ნახეთ რამდენი შევიკრიბეთ, არამედ ახალი დემონსტრაციების, ახალი სულისკვეთებით დემონსტრაციების საფუძველი ქართულ რუსულ ოცნებას არ მინდა ვთქვა, რომ ძალიან, მაგრამ გარკვეულწილად გაუჭირდება ღალატის სხვა აქტების ჩადენა, მეთქი ამის თქმა ვცდილობ და ამას მგონი ვახერხებ კიდეც. მოკლედ მას გაუჭირდება რუსული შეკვეთების შესრულება. რუსეთი კი აგიკვირდებათ და უაღრესად და სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული, რომ ახლა და სწორედ ახლა მოამრგვალოს და ბოდიშის მისთვის მოაყომაროს საქართველოს საკითხი. ახლა და აქ არის უამრავი თემა, პარალელური თემა, განსაკუთრებით რასაკვირველია საერთაშორისო კონტექსტი. და ახლა პერსონალურად ვილაპარაკოთ ერთ პერსონაზე. პირველი, ვისაც ეს დავალება მისცა რუსეთმა, რასაკვირველია ბიზინა ივანიშვილია. მაგრამ პარალელურად ეს დავალება მისცემული აქვს ირაკლი კობახიძეს და ირაკლი კობახიძე ბიზინა ივანიშვილის არც კონკურენტია, არც მოწინააღმდეგე, არც ალტერნატივა არავინ არ არის. რასაკვირველია, ის ერთის მხრივ FSB-ს, ხოლო მეორეს მხრივ ბიზინა ივანიშვილის დავალებებით მოქმედებს FSB-სა და ბიზინა ივანიშვილის შორის ტოლობის ნიშანი, რასაკვირველია, უნდა დავსვათ და კობახიძესა და FSB-ს შორისაც უნდა დავსვათ ტოლობის ნიშანი, მაგრამ ბიზინა ივანიშვილმა რომ მისცა დავალება ირაკლი კობახიძეს ამ აქციების ამოშანთვის, რუსთაველის გამზირის დედაქალაქის ცენტრის აქციებს გულისხმობ, ამოშანთვის და დასრულების თაობაზე, ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე ამ ამოცანას თავს ვერ ართმევს.
აქედან გამომდინარე ბიზინა ივანიშვილი გაგიკვირდებათ და არც ცვლის სტრატეგიას ესე არ გამომივიდეს ის კიდევ უფრო მეტ სიმკაცრეებზე სწავა იმიტომ რომ მოსკოვიდან მას აწვევიან მაგრამ ბიზინა ივანიშვილი არ არის გამორიცხული რომ სრულიადაც არ იყოს კმაყოფილი ირაკლი კობახიძის მუშაობის ტემპით, მუშაობის ეფექტურობით, მუშაობით ზოგადად და ტვინში მაინც სადააქვს მაგრამ მაინც განიხილავს ირაკლი კობახიძის ჩანაცვლების საკითხს. ტვინში განიხილავს მეთქი ამას რომ ამბობ ეს არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად ჩაანაცვლებს კანდიდატურაც კი მას არ ახავს არათუ ბევრი არამედ თითო ოროლაც კი ლევან დავითაშვილი ჭყალებში თუ ბჭყალებოდ გაექცა აღარც შეველი აღარ არის პრემიერისა სხვები და სხვები რომლებსაც თეორიულად განიხილავდა ისინიც გაექცნენ თან ირაკლი კობახიძეზე უარესი ირაკლი კობახიძე ძნელი მოსაძებნია მათ შორის შიგნითაც შიდა ბანდიტურ ქსელებსა თუ დაჯგუფებებში მართლა დიმიტრი სამხარაძეს ხობარ დაგვასვამს ახლა თავზე ბანდიტი თავად ბიზინა ივანიშვილი. ხო და ბიზინა ივანიშვილი კი ფიქრობს, რომ კობახიძე, რომელიც თავად მოაფერიანა, თავად მოაძლიერა, თავად გაასუქა, თავად გაამსუხა, ეს კაცი რამდენადაც ის ვერ ასრულებს დავალებებს ჩაანაცვლოს, მაგრამ მოსკოვიდანაც ეუბნებიან, ნიეთ, არა, ბიზინა ივანიშვილს ეუბნებიან. ეს კაცი ჯერაც ასრულებს საკუთარ დავალებას და თუ მოხსნა მისი აუცილებელი, უმალ ჩვენ გეტყვით პირველები, ჩვენ გიკარდახებთ, როდის უნდა მოხდეს ესო და ბიზინაც შესაძლოდ უკმაყოფილო ირაკლი კობახიძით მიჩუმებულია მოსკოვის მხარდაჭერითაც სარგებლობს თურმე ირაკლი კობახიძე ფიქრობს ამას და ხედავს ამას და ასეც არის და აღმოაჩინა ეს თავად ბიზინა ივანიშვილისთვის ფრიად საშიში ამბავიც არის ბიზინა რა საკვირველია გასულია FSB-ზე ტოლობის ნიშანია FSB-სა და ბიზინას შორის, მაგრამ FSB თავად იმპერიის ეს მძლავრი სისტემა, მოდი ასე ვიტყვი, ხო, ეს FSB თავის მიკრო-მაკრო ურთიერთობებშია, თუ გერეუსთან, თუ კრემლთან, თუ სხვა სპეცსამსახურებთან, თუ კრემლთან და ასე შემდეგ და ვინიც ის იმ FSB-ში იქნება განიხილავენ კიდეც თავად ბიზინა ივანიშვილის, თავად ბიზინა რომ თავარი ბავრის მოცილების საკითხს და ვინ უნდა დატოვონ ამ შემთხვევაში, ვინ თუ არა ირაკლი კობახიძე, რომლის ხელითაც უნდა მოიცილონ ბიზინა ივანიშვილი. ეს ბრძოლო კაცი მიმდინარეობს, მე გულახდილად გეტყვით, არ მჯერა, რომ ბიზინა ივანიშვილზე სანდო პარტნიორი რუსეთს მოსკოვს კრემლს FSB-ს ხავს. არ მჯერა და არ მგონია, რომ მოსკოვი ამაზე წავიდეს, იმიტომ რომ თუ რითიმე არსებობს, რამე საფუძველზე არსებობს ქართული რუსული ოცნება, ეს ბიზინა ივანიშვილის ფული და ფინანსები ერთ წამს რო წარმოიდგინოთ, რომ მას ჩამოვართმევენ ფულს, მას არ მისცემენ ფულს, მის უძრავ ქონებას ბანკი არ ჩაიდებს და არ მისცემს ამის შედეგად თუ ამის ხარჯზე, ამის შედეგად გარკვეულ კრედიტს, ამ შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილი ნიფ-ნიფის სახლივით ჩამოიჩნდება. მე არ მჯერა ვერსიისა, რომ ირაკლი კობახიძე დააყირავებს ბიზინა ივანიშვილს, თუმცა ავადმყოფ კრემლს, ავადმყოფი ივანიშვილის ავადმყოფი კობახიძით ჩანაცვლება, სრულად ჩანაცვლება შეიძლება უნდოდეს კიდეც, იმიტომ რომ ისინიც ხო ბევრ miscalculations აკეთებენ, ანუ არასწორ კალკულაციას აკეთებენ, გქონიათ რა, ქართველი ხალხი არ დავასახელებ ქვეყანას იმ რომელიმე ჩვენთან შედარებით ბრძოლის უუნარო ხალხის მსგავსი თუ მაგვარი და ვერ ისწავლა კრემლმა, რომ ჩვენ არ გავცვლით ცალსაკლდეებსა სხვა ქვეყნის სამოთხეზე და პოეტიკაზეც არ არის საუბარი, ჩვენ მართლა შეგვიძლია ბრძოლა ვინც ის ბოლომდეც კი ჩვენს ნაწილს უფრო ზუსტი რო ვიყო, რომელიც რეალური პრეზენტატორია ქართველი ხალხისა. ემიგრანტებო, თქვენს ქართველი ხალხი ხართ, თქვენ ხართ ქართველი ხალხი. ან უფრო ზუსტი რო ვიყო ჩვენ ერთად ვართ ქართველი ხალხი. ამიტომ უზარმაზარია თქვენი როლი, გადაძაბეთ პირდაპირ მნიშვნელობით 28 ნოემბერსაც და არა მხოლოდ და მაქსიმუმი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბანდიტმა პაპუაშვილმა და სხვებმა, რასაკვირველია, არ მიიღონ თქვენთვის და ჩვენთვის დამღუპველი ეს კანონი, ანუ თქვენ, როგორც კეთროვანები, არ მოგკვეთონ. ბრძოლაა ეს, ერთ დღეში გამარჯვება არ დადგება, მაგრამ გამარჯვება აუცილებლად დადგება.
სხვა შორის უკრაინისაც მიუხედავად იმისა, რომ ყველა ან ბევრი ჩვენგანი მიზეზთა და ობიექტურ მიზეზთა გამო სულ ხასიათზეა. წარმოიდგინეთ რა ტკივილი ტრიალებს ახლა პრეზიდენტ ზელენსკის გულში ეს თბილისიდან ჩანს ძალიან მძიმე და კიევში რომ ხარ, კიევის ცენტრში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და პრეზიდენტი რომ ხარ, მისთვის ხო ხდებით ის რაც ხდება უკრაინის გარშემო, რამდენად მტკივნეულია. მე გეტყვით რომ 24 თებერვალზე უფრო მძიმე პერიოდს 22 წლის 24 თებერვალზე უფრო მძიმე დღეები უდგას უკრაინას დღეს და ახლა, მაგრამ ის გამოძვრება და ამერიკელი ხალხი და პოლიტიკური ელიტა მეორე ხარისხოვან როლს ამ გამოძრომაში, მათ შორის ფსიქოლოგიურ წნეხში, ფსიქოლოგიურ ტკივილებში, რომლებიც აქვს უკრაინას, ამერიკელი ხალხი და ამერიკული პოლიტიკური ელიტა მეორე ხარისხოვან როლს სულაც არ ითამაშებს. აუხტით პაპუაშვილს, ემიგრანტებო. ეს არის ჩემი თავარი მოწოდება. აუხტით ელჩებს, უფრო ზუსტი ვიყო, რომ ელჩებმა იქნება და პაპუაშვილს უთხრან თუ ბოჭორიშვილს უთხრან, რომ თქვენ კეთროვანები არ ახართ და ვერც იქნებით. არც უნდა იყოთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ. ნახვამდის.